მე ვარ პაბლო პიკასო. დავიბადე ესპანეთში 1881 წელს. ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ ჩემი გზაც ხელოვნებაში გადიოდა, ჩემმა მამამ მასწავლა ხატვა, მაგრამ მალე მივხვდი, მხოლოდ ტრადიციით ვერ დავკმაყოფილდებოდი. ხშირად ვამბობ, ყველა ბავშვი ხელოვანია. პრობლემა ისაა, რომ როგორ შევინარჩუნოთ ეს შემოქმედებითი თავისუფლება მაშინ, როცა ვიზრდებით. მე სწორედ ამ თავისუფლების ძიებაში გავატარე მთელი ცხოვრება. ჩემს ნამუშევრებში ბევრ ეტაპს ნახავთ. ლურჯი პერიოდის სევდითა და მარტოობით სავსე, სადაც ფერი მხოლოდ ტკივილს გამოხატავდა. შემდეგ მოვიდა ვარდისფერი პერიოდის სითბოთის, სიხარულითა და სინაზით. მაგრამ ყველაზე დიდი გარდატეხა იყო კუბიზმი. მე და ჟორჟ ბრაკმა ვანგრიეთ ფორმები, რათა ხელახლა შეგვექმნა რეალობა. ჩემი ავინიონელი ქალწულები ამ ახალი ენის დასაწყისი გახდა. მე მჯეროდა, რომ ხელოვნება მხოლოდ სილამაზე არ არის. ის არის სიმართლის ძიება. როცა ომმა დაანგრია ჩემი ქვეყანა, დავხატე გერნიკა. ეს იყო ჩემი ყვირილი, რომ ტკივილი და ძალადობა არასოდეს დავივიწყოთ. მოგვიანებით, მოტირალი ქალი კიდევ ერთხელ გახდა ადამიანის ტანჯვის სიმბოლო. მაგრამ ჩემს ხელოვნებაში არის მხიარულებაც, ენერგიაც, სიყვარული, ისევე როგორც ჩემს ცხოვრებაში იყო სხვადასხვა ფაზები. მე ვხატავდი, როგორც სუნთქავდი. მე არ ვხატავ იმას, რასაც ვხედავ. მე ვხატავ იმას, რასაც ვგრძნობ. დღეს, როცა უყურებთ ჩემს ნამუშევრებს, მინდა გახსოვდეთ, ხელოვნება არ არის მხოლოდ კილოზე ფერი. ხელოვნება არის ძალა, რომელიც ცვლის სამყაროს და გაბედული გული, რომელიც სამყაროს წინაშე საკუთარ სიმართლეს ამხელს.